მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოს თანაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ისევ აქტივებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. ეს უწყვეტი საპროტესტო აქციების 291 დღეა, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების სინდისის ტყვეების გათავისუფლებას. უცვლელი მოთხოვნებია ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ეს აქციები თქვენ იცით რომ დაიწყო მას შემდეგ ქვეყანაში როცა ქართული ოცნების მთავრობამ შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. თქვენ გახსოვთ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ოცნების მთავრობის არლეგიტიმური მთავრობის პრემიერის განცხადება, როცა თქვა რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე და ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, რადგანაც მოქალაქეებმა ძალიან მკაფიოდ დაინახეს საქართველოს ჩაკეტილი გზით ევროპისკენ, რომელიც რჩება მარტო ევროპელი და დასავლელი მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ და მოქალაქეები ძალიან ნათლად ხედავენ სახელმწიფოებრობის პრობლემას, ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის პრობლემას, ამიტომაც ეს საპროტესტო აქციები გრძელდება და მოქალაქეები არაპირებენ რომ შეეგუონ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადასვლას. ეხლა ამ წუთებში გრძელდება თბილისში როგორც საპროტესტო აქცია რუსთაველზე, ასევე სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში საუბარია თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულებებზე. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 20-ზე მეტი პირი გუშინ წინ, როცა სინდისის პატიმრები სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს და მას კვალიფიკაცია შეუცვალეს მოსამართლემ და შეუფარდეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთამ. სწორედ ამ გადაწყვეტილებით გაბრეზებული მოქალაქეები გამოხატავდნენ პროტესტს ჯერ სასამართლოსთან, შემდეგ რუსთაველზე, სწორედ ამ დროს დააკავეს ისინი ადმინისტრაციული წესით. ჩვენ ნახეთ კადრებიც არაერთი შემთხვევის, როგორ ძალადობენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე. მანამდეც ასევე არაერთი შემთხვევა ვნახეთ, მათ შორის პირდაპირ ეთერში, როგორ ძალადობენ პოლიციელები თუ სპეცრაზმელები, სამართალ დამცველები კანონის დაცვის ნაცვლად მოქალაქეებზე, თუმცა არავის არ უგია პასუხი ამის გამო. არც ერთი პოლიციელი, მათ შორის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი არ დასჯილა და არც ერთი გამოძიება არ გასულა შედეგზე. ანუ ძალიან მკაფიოდ ჩანს ქართული ოცნების მიდგომა და პოლიტიკა ნება, რომელიც არ სჭირს პოლიციელებს, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე. ამიტომაც ეს აჩენს პირიქით იმ განცდას, რომ პოლიციას იყენებს როგორც ძალადობის ინსტრუმენტს და მექანიზმს ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა, რომ მან შეძლოს მოახერხოს პროტესტის ჩახშობა, მაგრამ პროტესტი გრძელდება როგორც ბათუმში, ასევე თბილისში და არა მარტო დიდ ქალაქებში. დღეს ყველგან ისმის თითქმის ამ პროტესტის ხმა. მოდი გავისაუბროთ დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. რუსა მოგესალმებით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში მე ვერ გაგესაუბროთ. ეხლა ამ წუთებში, როცა ჩვენ ვართ ამ საპროტესტო აქციაზე, დიახ. თბილისში გრძელდება სასამართლო პროცესები. 2 დღის წინ როცა დააკავეს აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციაზე, როცა მათ მოისმინეს განაჩენი და ციხეში გაუშვეს სინდისის პატიმრები. თქვენთვის რა საჩვენებს ეს დამოკიდებულება, როცა ჩვენ ნახეთ ისევ არაერთი შემთხვევა, როგორ იძალადეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს იგივე დაკავების დროს. მაგ დღეს მეც ვიყავი თბილისში, ზუსტად ამ საპროტესტო ტერასთან, იმიტომ რომ ვიყავი ყველანი ერთად. საკმაოდ რთული დღე იყო, ემოციურად ფონი ჩვენი იყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ სასამართლოს პროცესებიდან, რა თქმა უნდა,
განაჩენები რომელიც გამოიტანეს ეს უსამართლო განაჩენები ამის ფონზე მე გადავწყვიტეთ რომ ყველანი წავსულიყავით კანცელარიის შენობის უკანეს რომ თითქოს რაღაც სხეულში რო ხარ გაჭედილი და ერთადერთი გამოსავალი არის სადღაც იდგე და ეს ხმა გააგონა შენი და მიზანი რა იყო კანცელარიის უკან მისთვის იყო ის რომ ზუსტად ამ დროს მიდიოდა ავად სახსენებელი კომისიის ყველასთვის ცნობილი წულკიანის კომისია ხო? კომისიის რომელიც ჯელობდნენ თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოში 2008 წელს და ეს იმხელა ჩემთვის პირადად ამ კითხვის ფორმულირება ამ კონტექსტში ესე დასმა იმ ადამიანების და იმ გმირების წინაშე რომლებიც მათ სისხლი დამურეს სიცოცხლე დაწმეს რომ რაღაცნაირი უსწორობის განცდა მქონდა რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ამ მათი ოჯახის წევრების წინაშე თითქოს ჩემი მობოდიშება იყო იქ დგომა იმ მომენტში და რო დავუბრუნდე დაკავებას რაღაც მომენტში როცა დასრულდა ეს პრეფა გადავწყვიტეთ რომ ჭიშკართან გადაგვინაცვლა ყველას ერთად სადაც სისხლის კორიდორით გამოვატარებდით ამ კომისიის წევრებს მოთ აღნიშნულ კომისიის წევრებს კი ბატონო და ერთად რაღაცნაირად ეგრე გამოდიოდნენ ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში იქ ადამიანები ანუ რეალურად არ ხდებოდა უბრალოდ ჩვენზე სამჯერ მეტი ძალოვანი სტრუქტურა იყო მობილიზებული და იდგა გზაზე და რეალურად მოძრაობას თავად აფერხებდნენ ჩვენ ტროტუარებზე ვიდექით და ნუ საყვირებით სასტვენებით ჩვენ სამ რაღაც ხმას გამოვხატავდით რაღაც მომენტში საერთოდ ალყაში მოვაქციეს ტროტუარზე მინდოდა მე გავლა რამდენიმე წუთის მერე და მე იქვე ბიჭი იდგა და გასვლა მინდა უბრალოდ წყალზე ტროტუარზე ეს ხდება კანცელარიას ეს კანცელარიის გვერდით აი გამოსასვლელთან და ორივე მხრიდან ვართ ალყაში ჩვეულებრივად იქვე გერმანელმა სტუმარმა ჩამოიარა ტურიზმა კითხა რა ხდებაო რა ვითარება უყვებოდა ეს ქალიც გაიჭედა რა ვერც ზემოთ წავიდა ვერც ქვემოთ რაღაც მომენტში ანუ სრულიად არაადეკვატურები იყვნენ მაგდროს მაინტერესებს ის ფიქრობენ ხოლმე რომ აი ახლა ფეთქებთ დავამბობთ შევარდებით ანუ ხო რა იყო ეს ძალის დემონსტრირება იყო რომ აი შეგვიძლია მოგერიო ხელები გადაგიგრიხო თუ რა იყო ეს ვერვი ანუ შიში არის ალბათ რაღაც დონეზე იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ არ ვიყავით ბევრი მაგ მომენტში ნამდვილად რომ ამ ძალას ესეთი შიში გამოიწვია მაგრამ ყველა ჩვენი ხმის ამოღება იმდენად შემაშფოთებელია აშკარად ამ სისტემაში მყოფი ხალხისთვის რომ ჩვენზე 3 და 4 მობილიზებას ახდენენ და შემდეგ რაც მოხდა იყო ის რომ რუსთაველისკენ ჩამოვინაცვლეს ანუ გამოვიდნენ ეს მანქანები და კანცელარიის კარებთან აღარ ვიდგებოდეთ ანუ ჩვენი მომენტში რაღაც ჩაფიქრებული განვახორციელეთ და ჩავიშალეთ და რუსთაველისკენ ნაკადმა ჩამოინაცვლა და რუსთაველის თეატრისკენ მე უკვე აღარ გავყოლილვარ სადაც გადაინაცვლა და თითქოს რომ ვერ მოიხელთ ეს აქ რუსთაველისკენ ეს აქტივისტები ისე მოხდა რომ ამ მოძრაობამ გადაადგილებით რუსთაველის თეატრთან სულ რაღაც იმ მომენტიდან ჩემი იქ ყოფნის მომენტიდან 20-25 წუთში ვხედავ რაღაც სრულად წარმოუდგენელ კადრებს როგორი განეშებული ანუ უცებ დაიწყო ეს პოლიციის რაღაცნაირად უცებ აკავების ღონისძიება რომელიც რაღაც მომენტში მგონია რომ კონკრეტულ ადამიანებზე იყო აქცენტი აქ და სავარაუდოდ ზუსტად იცოდნენ იმიტომ რომ ერთ-ერთმა ეს ხა ჩემი პირადი წყარო არის მაგრამ იქვე მყოფი ვინც ამ პროცესში იყო მეგობარმა მითხრა რომ აი სახელი გვარებით გადასცემდნენ ვინ უნდა დაეჭირეთ რა აი მათთვის ცნობილი აქტივისტები ეს რო უბრალოდ იმდენად არაადეკვატური გახდა რაღაც მომენტში კიდევ სიტუაცია რომ მე ვფიქრობ რომ ეს ბევრი მასე დატაცებით რაღაც კიდევ ანუ 23 თავიდან ეს ციფრი რაღაცა 19 თქვით 20-23 რაღაცა იმდენად გაუგონრა დიდი რაოდენობის ადამიანი 20 მეტი პირია ხო როგორც ეს წარმოიდგინეთ არ ვიცი რაოდენობრივად ვერ გეტყვით მაგრამ 100 კაცში რომ 20 მეტი პირს დააკავებ ხო აბსურდია ჩვეულებრივად რას ნიშნავდა დღეს რა შეგიძლია თქვა იგივე გუშინ წინანდელ ამბავზე
ეს არა, ალბათ არის. რის ცდელობა იყო ის ოცნების რეჟიმის მხრიდან და რა ეტაპზე თავად ოცნება? დაშინება, რომ რა მაქსიმალურად აი ჩვენი არსებული პროტესტი ჩაახშონ, ანუ აი ხა დღესაც რო გეوارთ ამიხაც მეშინოდეს, მაგრამ უცბად გეტყვით, რომ ხოლმე გამძაფრებულ ბრას იწვევს ნებისმიერ აქტივისტში, ვინც ნოემბრიდან და კიდევ უფრო ადრე, მაგრამ ავიღოთ მოხეშად ხა ნოემბრიდან დგას ყველა დაკავებული ადამიანი ისე უბრუნდება აქციას, ისე დგება აქციას. პლუს ადამიანები უბრუნდება აქციას და არ არის სწორი სტრატეგია. კეთილის მოსულნი არ ვარ და რჩევა შეიძლება არ უნდა ვაძლევდე, მაგრამ უცბად გეტყვით, რომ ძალიან არასწორი სტრატეგია, იმიტომ რომ ყველა ერთით მეტი დაკავებული პატიმარი ჩემთვის პირადად არის აქ დგომის კიდევ უფრო მტკიცე მიზეზი, კიდევ უფრო მყარი და თუ პირობითად აქამდე რაღაც დღე გამომიტოვებიან პირადი რაღაც პირადი საჭიროების გამო, მაგის უფლებასაც კი აღარ მივცემ, იმიტომ რომ უბრალოდ ამდენი COVID პატიმრის ქვეყანაში, 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში ეს არის დიქტატურა. მე არანაირად დიქტატურისკენ მივდივართაც კი აღარ ვამბობ. თქვენთან რამდენიმე ინტერვიუ ადრე რაც მქონია, ვამბობდით, რომ დიქტატურისკენ ნახსად არ მივდივართ, ვართ უკვე. ანუ ახლა თვითონ უკვე დიქტატურაში ვარ. ვართ და ალბათ მაშინაც ვიყავით და უფრო ხამახლა და გვეთქვა და დარწმუნებით გვეთქვა ეგ ამბავი. და ხო ვართ ამ დიქტატურაში, მივიღოთ ეს რეალობა, რომ ვართ დიქტატურაში, მაგრამ მივიღოთ არნიშნავს იმას, რომ შევეგუოთ. არც ერთ შემთხვევაში ამასთან შეგუება ჩემი მხრიდან როგორც ერთი უბრალო მოქალაქისგან არ მოხდება, რაც მე ამ 2 დღის მანძილზე თბილისის სახალხო სასამართლოში დილიდან საღამომდე ბოლო პროცესამდე ვიყავი. ეს ამ სინდისის პატიმრების საქმეზე, ხო? ყველა საქმეზე. დოგცან იმდენი ადამიანი იყო, რომ დარბაზში შესვლას ვერ ვახერხებდით, მაგრამ გარეთ ველოდებოდით. უბრალოდ იქ რა ადამიანების წრეში სტრიალებდი, მშობლები გამორჩეულად მინდა აღვნიშნო. ანუ ყველა მშობლის მაგალითად შეიძლება ავიღოთ დღევანდელი სინდისის პატიმრები. თუ დღეს გაქვთ რესურსი, რომ სინდისის პატიმრების სიტყვას პირადად რადგან ჟურნალისტების მისთვის დაბლოკეს ესეთ შიშის ფაქტორით, რომ სივრცეები დახურეს, იმიტომ რომ სინდისის პატიმრებს რო უსმენ ცოცხლად და მათ სიტყვებს კითხულობ, ხვდები რომ ანუ შეუძლებელია ესეთ ადამიანი დამნაშავე იყოს, გამორიცხულია და დღეს ყველას აქვს შესაძლებლობა ჟურნალისტების რაღაც დაუღალავი შეუდარებელი შრომის შედეგად, რომ პირდაპირ ტრანსკრიფტს აკეთებდნენ და ყველა პირდაპირ წერს დარბაზებიდან, იმიტომ რომ აღარ გვაქვს საშუალება, რომ არათუ ვიდეო გადავიღოთ ან ფოტო გადავიღოთ, არამედ ხმის ჩაწერაც კი არის უკვე აკრძალული სასამართლოს დარბაზებში. ამითაც მინდა უთხრა სისტემას, რომ მანდაც ძალიან დავარცხდით, იმიტომ რომ ეს ამბავი, როცა იქნება და აუცილებლად დღესაც ისტორიაში იწერება, ეს სიტყვები აი ყველა უკვე პრესინატლეზეა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ისე და ისე თქვენი ჟურნალისტების დამსახურებით და კიდევ უფრო გაარომატიზირეს თქოგუში ვამბობდი რა, თითქოს ეს ფაქტიც რომ აღარ არის ფოტო, ვიდეო, თითქოს ეს ციფრულობაც რომ ჩამოეცნა, კიდევ უფრო ხელშესახები გახადეს ჩვენი სინდისის პატიმრები და ჩემთვის თითოეული მათგანი პირადად არ ვიცნობ და უბრალოდ უკვე ისე არის რომ მათ დაძმებს ვიცნობ, მშობლებს ვიცნობ და ყველას რაღაც თითქოს ჩემი ძმები და დები არიან, ამას ყველანაირი უტრირების გარეშე ვამბობ, ძალიან გულწრფელად, იმიტომ რომ გაცნობაც მოხერხდნენ, რომ 9 თვის მანძილზე მათ არაერთი პროცესი დაუწრები ვარ და 9 თვის მანძილზე ამ ადამიანებს რომ ხედავ, მათ სიტყვას ისმენ, მე მათი ამბები იგებ ისტორიებს, ვხვდები რომ რაღაც მომენტში როგორც ადამიანურ დონეზე იცნობ და შეიძლება და აუცილებლად პირადადაც გავიცნობ ძალიან მალე ამაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ის როგორც თვითონ ამბობ, სულ მაგ სასჯელის მოხდა მოუწიოდ. ძალიან ამაყები თავისუფლები და თავდაჯერებულები გამოვლენ, ბევრად უფრო რეალიზებულები, ვიდრე ნებისმიერი მათგანი, აი ეს მანდატურები. არ მინდა რომ დავაკეთოს ეს დაგნობით, მაგრამ ანუ აი ცალსახად გუშინ თეთრაშვილის ბებიას ვესაუბრე, ძალიან ამაყელებელი იყო და დასაწყისშივე რამდენიმე 73 წიგნი წაიკითხავ და სხვათა შორის ბათმელების ჟურნალისტი ახსენა
ერთი წიგნი უნდოდა, რომელიც ვერსად ვერ უშოვეს. ჭადრაკის დიდი დაფა და აღმოჩნდა, რომ ბათუმელები ჟურნალისტად დაუბეჭდა სპეციალურად და შეუგზავნეს ვალერის ეს წიგნი და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე ნათელი განათლებული ჯანსაღი საზოგადოება და აქვე დავზევენ დღევანდელი ჩვენი ეროვნული ნაკრები არის ტყვეობაში, არის ციხეში და არა სტადიონზე სამწუხაროდ და არ ვიცი ეს რა ხდება, არჩევანი მოწვევია, მაგრამ სავარაუდოდ სტადიონის თავზეა, სადაც ბევრი გულშემატკივარი არის, როგორც გიორგი გიორგაძემ მათ წარმატებები უსურვა. მე ეგეთი ადამიანური როგორც გიორგია ვერ აღმოჩნდი და საერთოდ მნიშვნელოვანია მათი შედეგი დღეს, მაშინ როცა ისინი იმ ყველაზე ძვირფას სიტყვას თავიანთ სახელწოდებაში ეროვნულს ივიწყებენ და იმათ გვერდით, მათი მხარდაჭერების გვერდი არიან დღეს. გიწევდა ძალიან სიტყვა. დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. რუსა ვარშალომიძე. რუსა ვარშალომიძეს უსმენთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე. გრძელდება ეს საპროტესტო აქციები ბათუმში 291 საღამოა, როცა მოქალაქეები არიან ისევ ამ საპროტესტო აქციაზე დაუღალავად და შემართებით. ისინი არაპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას და ძალიან ნათლად ჩანს უკვე, როცა ამდენ დღის განმავლობაში გრძელდება ეს პროტესტი. და ეს პროტესტი არის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, როგორც არის ბათუმი ან თბილისი, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და ძალიან მკაფიო მოქალაქეების შემართება, რომ ისინი არ შეეგუებიან დიქტატურის სამყარებას ამ ქვეყანაში და ყველაზე ხმამაღალი რაც ისმის ამ საპროტესტო აქციაზე და ყველაზე ხმამაღალი მოთხოვნა რაც ჟღერდება საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეებისგან არის ის, რომ ისინი არ შეეგუებიან პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების არსებობას ამ ქვეყანაში. საღამოშვიდობის ბოდიში რომ გაწყოდინებთ, მინდა რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ. თეონა მოსია. ძანებით ხო? მაგრამ თქვენი მოსაზრება რო გითხრათ, ეხლა ამ წუთებში ვდარობ სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების, რომლებიც დააკავეს გუშინ წინ, მაშინ როცა გაასამართლეს რამდენიმე სინდისის პატიმარი და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ როგორ ძალადობდნენ, როგორც მანდატურები, ასე პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე. თქვენთვის რის მაჩვენებელია ამგვარი დამოკიდებულება პოლიციელების მხრიდან და რა ეტაპზეა თქვენ დაკვირვებით ეხლა ქართული ოცნება და ოცნების რეჟიმი? ეს რეჟიმი ხაფასულს, რა თქმა უნდა, და ყველაფერს მიმართავენ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკუნეთი ხალხი შეაშინონ, უფრო დაიმონონ, მაგრამ არ ამგონია ამას მიაღწევს. რატომ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ ვერ მიაღწევს მიზანს ოცნების რეჟიმი? ნებისმიერ ესეთი სამართლო რეჟიმი დასრულდა და ამათი დასრულების მე ასე ვთქვი. ეხლა რა გვჭირდება ჩვენ მოქალაქეებს ყველაზე მეტად, რამ უნდა გააძლიეროს ეს წინააღმდეგობა? ჩემი აზრით ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული, რომ საერთოდ არ არსებობს და ამ დროს არის ხალხის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას მე მგონი რომ ქონდა იმედი, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნებოდა, უფრო ძლიერდებოდა, რა თქმა უნდა ეს ხდება. მაგრამ ეს ლიდერები ეხლა უკვე ციხეში არიან, ხო, ოპოზიციის ლიდერები? ციხეში არიან და ციხეში ყოფნამდეც არ იყო ის აქტიურობა, რაც საჭირო იყო, რასაც მე ვისურვებდი და ამას მეც ძალიან ვაპროტესტებდი და ძალიან იმედი გვაქვს, რომ ვიყავი ამ ფაქტით. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ძალა არის ხალხში და როდესაც ხალხი გაერთიანდება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. რა შეიძლება გააკეთოს ხალხმა? თქვენ რა ასეთყოთ მოქალაქეებს? თქვათ, ვიც ეხლა უყურებს იგივე ჩვენს ლაივს და ფიქრობს, რომ აი ხო გაიმართა არაერთი ხალხმრავალი აქცია, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა ის, რომ ივანიშვილს უკან დაეხია. ეხლა რატომ დაიხევს თქვათ უკან? ანუ ჩვენ დახედავთ არაერთი ხალხმრავალი აქცია, ხო? როცა გაიმართა მათ შორის პროევროპული აქციის დაწყების შემდეგ. მაგრამ მოქალაქეები ხედავენ, რომ მამის მიხედვით მაინც არ დაიხია უკან ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა რატომ დაიხევს უკან? რას ეტყობთ თქვენ მოქალაქეებს? არის საკმარისი სამწუხაროდ, როდესაც ესეთი აქტიური გამოსვლები იყო, რატომღაც ჩაკლეს ეს ბრძოლის უნარი. აი ისინი ახერხებენ ამას სამწუხაროდ, ისინი ამას ახერხებენ. ჩვენ კიდე ძალიან ემოციური ხალხი ვართ, შეგვიძლია რომ ერთ საათში შევიკრიბოთ და სასწაული მოვახდინოთ, ან კიდე პასიურები.
ერთადერთი გამოსავალი არის მართლა, როდესაც ყველა ერთად აგებუქებსა და გააპროფესეს სამყაროზე. მე მაგალითად ერთი დღით ვარ ჩამოსული ბათუმში და მოვედი აქ. თქვენ საიდან ხართ? მე ბენაში ცხოვრობ უკვე 20 წელი. ნუ ემიგრაციაში. აი ერთი დღით ვარ ჩამოსული და მოვედი აქ. აი როდესაც ყველას აქ შეგრძნება რომ მე რაღაცა უნდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ. აი მაშინ მართლა ყველაფერი შეიძლება. მე ვხედავ ძალიან უიმედობას ხალხში, კი ასეა, მაგრამ ეს არის უკვე უიმედობა. და აი ეს უნდა გადავლახოთ, ეს შიში უნდა გადავლახოთ და როდესაც ყველა ერთად ასე დავდგენთ, მე მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია სასწაული მოვახდინოთ. აი რა შეგიძლიათ ვთქვათ ევროპაზე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ. თუ კი იგივე უზომი მოსვლა გაუქმდება ახლა საქართველოსთან, ამის რეალური საფრთხეც არსებობს, ხო? იმიტომ რომ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ჩვენ მოგვანიჭეს ეს ასე ვთქვათ პრივილეგია, მაგრამ დღეს შეიძლება ჩვენ ეს დავკარგოთ. ხო, აი რა სად მივდივართ ახლა ჩვენ? ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, თუ ეს მოხდა. ძალიან ბევრ ადამიანს შეშლება ხელი და ეს იქნება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის ფასადაც, რომელსაც აქ ახლა ეს საშუალება თუნდაც იმკურნალოს ევროპაში საზღვარგარეთ. შემდეგ რას უშვებით ამ ხალხს? სად აქვთ მაგათ შანსი რომ გადარჩნენ? აი ამაზე არავინ არ ფიქრობს. ეს არის ერთ-ერთი სხვა პრობლემათაგან, რაც არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არავინ არ ფიქრობს. თქვენ აპირებთ ისე რომ დაბრუნდეთ ემიგრაციაში? მე ისე ვბრუნდები, მე იქ ცხოვრობ. ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს იქ ცხოვრობ. თქვენ რა პროფესიის ხართ? მე ვარ მუსიკოსი, ჯაზის მომღერალი. და ხართ ავსტრიაში? უკვე 20 წელი. დიახ. და აი ხო, აი ამ ყოველს მიღმა დარჩენა ამ ქვეყნისთვის რა იქნება? როგორ ხედავთ საქართველოს ამ მდგომარეობაში, რომელიც აღმოჩნდება იზოლირებული თავისი ევროპელი და დასავლელი მეგობრების გარეშე? საქართველოსთვის წარმოუდგენელია ევროპის გარეშე. უბრალოდ წარმოუდგენელია ეს. ჩვენ ვართ ნაწილი, ევროპის ნაწილი ვართ და ეხლა რო ვთქვა, რომ უფრო უარესობა იქნება, ჩემი აზრით, ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ეხლა. როდესაც იქიდან ახალი ჩამოსული ხარ, ყველაფერს რო უყურებ, ეს არის აი არ ვიცი, აი მართლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ღამეები არ მიწინა, როცა ჩამოვედნენ ისეთ რაღაცებს ვხედავ აქ. აუბედურებული. ან რა გხდებათ ყველაზე მეტად თვალში? რა გხდებათ ყველაზე მეტად თვალში? რა იწვევს თქვენს განსაკუთრებულ ემოციას? სიდუხჭე. ეს არის აი რომელსაც ხალხი არის სამწუხაროდ შეგუებული. არ არის ჩვენი ხალხი ამის ღირსი. ჩვენი მოხუცები არ არიან ეს ღირსები, რომ ქუჩაში მათხოვრობდნენ ან თუნდაც არ ეს ყველაფერი ძალიან მტკივა, ძალიან. და ევროპასთან დაახლოება, ევროპული ინტეგრაცია არის იმის საშუალება, რომ განვითარდეს ეს ქვეყანა და მიეცეს მას რეალური პერსპექტივა. და ვიქნებით ისე რაც ვარ და ვიქნებით უფრო უარესი. მადლობა, ეს იყო თეონამოსია, მუსიკოსი. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიწვეთ დრო და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება. ეს 291 საპროტესტო საღამოა ბათუმში. მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში ამ საპროტესტო აქციებზე და არაპირებენ რომ შეწყვიტონ ეს პროტესტი. მაშინ როცა სინდისის პატიმრები არსებობენ ამ ქვეყანაში და მაშინ როცა მიტაცებული აქვს ძალაუფლება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არის ქართული ოცნება პარტია, ქართული ოცნება, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლება, მას არავინ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და არის ანტიკონსტიტუციური, რადგანაც მათ არაერთხელ დაარღვიეს ქვეყნის მთავარი კანონი კონსტიტუცია, აღარაფერს ამბობს სხვა კანონებზე და ასევე იმ ახალ კანონებზე, რომელიც მათ მიიღეს იმისთვის, რომ რეპრესიები გაატარონ ქვეყანაში და კანონები, რომელსაც პირდაპირ ქვია რუსული კანონი და ერთ-ერთში იმეორებს იმ კანონებს, რომელთაც რუსეთმა პუტინის რეჟიმმა დაამყარა დიქტატურა რუსეთში. მოდით აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები, რომა დოლაბერიძე. მოგესალმებით რომა, ბოდიში გაწყვეტინებთ, პირდაპირ ეთერში ვართ. რომა, თქვენთვის რა საჩვენებს დღეს ქართული ოცნების პოლიციის დამოკიდებულებები, მათ შორის აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც გუშინ წინ დააკავეს, ეხლა განიხილება მათ სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ ელოდებათ ან ჯარიმა, ან ასევე პატიმრობა, რომელიც უკვე 90 დღემდე ვადით გაზარდა ოცნების რეჟიმა, ასეთი ადმინისტრაციულ საქმეებში უკვე გამკაცრდა ასევე კანონები ამ საქმეებზეც.
ხო აი რა ეტაპზეა თქვენ დაკვირვებით ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ოცნების რეჟიმი? სამწუხაროდ მათენაზე უნდა უპასუხოთ ეგ და სამწუხაროდ ჟარგონით და სრული ბესპრეცედენტი ქვია ამას რა. მათთვის უფრო მარტივად იქნება გასაგები, თუმცა თქვენი მაყურებლისთვის უფრო ევროპულ, უფრო აკადემიურ, კულტურულ ენაზე უნდა ვთქვათ, რომ თავიდან ბოლომდე უკანონობას აქვს ადგილი, თავიდან ბოლომდე პოლიციის თანამდებობაზეა არ უნდა პოლიციის ზოგადად ძალოვანი სტრუქტურის თანამდებობაზეა, ხო ყოველგვარ ზღვარს არის. ეს იყო პოლიციის გადაწყვეტილება, თქვათ რომ ამგვარად მოპყრობოდა აქციის მონაწილეებს და ჩანს რაღაც ოცნების გალთვა, რომ შეიძლება უფრო მეტად მას სურს ძალების დემონსტრირება, რა ჩემს ხელშია ძალა, ჩემს ხელშია პოლიცია, სასამართლო როგორც მინდა ისე მოგექცევი და თუ გამიწევი წინააღმდეგობაზე არ გაჩერდები, მე შემიძლია უარესადაც მოგექცე. ნამდვილად ესეა ოცნების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ეს ეგრეთ წოდებული აი დადასტურება ვიღაცამ სადღაც დაუდასტურა ალბათ თავაროზე დივანიშვილად დაუდასტურა კი მოიქეს ესე მაქსიმალურად ცემეთ მაქსიმალურად შევახეთ ადამიანის უფლებები დააშინეთ და მაქსიმალურად აი პრობლემები შევქმნით და ეს არის ხო ჩვენ თუ აი გუშინდელი შემთხვევა რომ ზუსტად შემთხვევაში შევხედოთ ხო დააკავეს ის ადამიანები ვინც აქტიურები პროცესში აქტიური ადამიანები დააკავეს ხო დიდი ალბათობით არის ესეთი ბრძანება არ ვიცი რა გადავყვანოს უკანონობა საზარუ ვინც აი ლიდერი იქნება ლიდერულ პრინციპებს გამოაჩენს რაღაცნაირად აქტიური პროცესში ის უნდა დააკავოს ხო და ამით საზოგადოებას ეუბნებიან თავიდან ბოლომდე რომ არ იაქტივო თორემ შენაც დაკავე მაგრამ აი თქვენი საშუალებითაც არაერჯერ თქვი და არაერჯერ ვახსენებ ბევრ სხვა ადგილებში რომ თუ ერთს დააკავებ ერთის გაშუნება შეესწები მის ადგილზე აუცილებლად სხვა ბევრი მოვაკირო და ამის მაგალითია ხო სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პოლიტპატიმრების ერთი ჯგუფი გააჩუმეს ჭყალებში გააჩუმეს ხო თითქოს ციხეში ჩაყარეს ხო ეს უკანონოდ მაგრამ მათი ადგილები ეგრევე ძალიან მალევე შეავსოს ხება სხვა საკითხია გააჩუმეს თუ არა ჩემს ვერ გააჩუმეს იმიტომ რომ ზიადყენდა ბრძოლებს და სხვა ადამიანები ვინც დააკავეს ხო მას იმ პერიოდში ის ადამიანებს დღემდე ბრძოლობს და მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს დაემატება კიდე სხვა და ბევრად უფრო ადრე თუ გვიან ბევრად უფრო მეტი აქტიური ადამიანი გამოვა ერთჩვენერ დღეს. რაზე ახლა დამოკიდებული თქვენი აზრით ამ წინააღმდეგობის გადარჩენა და მისი წარმატება, იმიტომ რომ შევხედავთ რომ 291 დღეა გრძელდება ეს პროტესტი, უწყვეტია ეს პროტესტი, ის მიუხედავად რომ არაერთი ბერკეტი ამუშავა ოცნების რეჟიმმა რეპრესიული კანონებიც მიიღო, დააპატიმრა სცემა აქციის მონაწილეები, სასიკვდილოდაც გაიმეტა ხო? ამის მიუხედავად მაინც ვერ ჩაკლა ეს პროტესტი და ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა. მაგრამ მეორე მხრივ არაფერს არ თმობს ივანიშვილის რეჟიმი, მის ხელშია ძალაუფლება, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუციები, იმის მიუხედავად იქ ვიღაცა რაღაცას აპროტესტებს თუ არა, ხო? აი რაზეა დამოკიდებული თქვენი ხედვით ამ გადასახედიდან ამ საქართველოს გადარჩენა? თავიდან ბოლომდე თან ორივე მხარეს ესმის. თავიდან ბოლომდე არის გამოფიტვაზე მოცემულობა, ხო? ვინც რომელი მხარე პირველად გამოიხიტება ის დათმოს მოცემულობას და ჩვენ ეს პროევროპული მხარე ჯერჯერობით კი შეიძლება გარკვეული დღების განმავლობაში ცოტანი ვართ რაღაცა დიდი და დემონსტრაციულად არ ჩავართ თუმცა ჩვენი გამოფიტვა ჯერჯერობით არ ხდება არნაირი ტენდენცია არ არის ამ მიმართულებით და უფრო მეტიც აი გარკვეული დღების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის როგორც ბათუმში ასე ქუთაისში ასევე თბილისში, განსაკუთრებით თბილისში და ეგ თბილისის შეფოთო ძალიან მნიშვნელოვანია და ამის დადასტურებას ნახავთ კიდევ ძალიან მალე, ხო აი რამდენიმე მაგრამ მოცემა მიდის გამოფიტვის თქვენ რა მეკითხით? აი პროევროპული მხარე თავიდან ბოლომდე როგორც ვიყავით თავის დროზე ისევ იმუხტიყო, ისევ მძალი და ისევ შემართებიოთ და მეორე მხარე პროგრესული მხარე, ოცნების მხარე თავიდან ბოლომდე გამოფიტვაზეა, იმიტომ რომ ჩვენ გამოფიტვის ერთი მაგალითი ნახეთ უკვე რომ აი თანამდებობიდან გადააყენეს გარკვეული ავიცი რა უწოდო იმ ადამიანებს რომ დაარბიეს სხვა ჯგუფი დასანქცირებული ადამიანები გადააყენეს ხო კი მაგალითად გომელაური გადააყენეს სხვა იგივე ხარება რომელიც ძალიან ცნობილი იყო თავისი სისტემით გვიანდი დარწმუნებული ვარ აი ამ მოხლით ამ მიმართულებით
პასუხს აგერ, ხოლო ზუსტად ეს არის, ანუ გამოფიტო არის თავარი, ჩვენ არ ველოდებით რომ ჩვენ ფინანსურად გამოიფიტებია, არა, ჩვენ ველოდებით ადამიანური რესურსი, ინტელექტი დიდად არასოდეს გამოიჩეოდნენ ოცნების წარმომადგენლები, თუმცა აქაც რაც მცირე ჭკუაში, მცირე ოდნავი ტვინი თუ აქვს ჩერჩემი, აი ისიც კი მოაკდება ძალიან მალე. ანუ ჩემი მოსაზრება არის ესეთი, რომ გამოიფიტებიან ადრე თუ გვიან, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებაზე უფრო გვექნება აქცენტი გაკეთებული. ანუ ეს უწყοτობა არის მნიშვნელოვანი ამ პროტესტის გქრობთ? რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მე ამასინა ვკითხულობდი ერთ-ერთი აი საპროტესტო მუხტებთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე თეორია წავიკითხულობ და ერთ თეორიაში აღმოჩნდა რომ თავიდან შეიძლება ცოტა ვარ და გარკვეული პერიოდის შემდეგ იმედგაცრუება გვაქვს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაემატება ადამიანის რაოდენობა და ერთშენიერ დღესაც ძალიან ბევრი უზარმაზარი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა ჩვენ ვიგრძნოთ ამის შედეგებს თავიდან ბოლომდე. და დარწმუნებული ვარ, დღეს შეიძლება ბათუმში რამოდენიმე ასეული ადამიანი ვიდგე, თუმცა დადგება ეს მშვენიერი დღე. ყველა პოლიტიკის თეორიაც აბსოლუტურად ამას ამბობს, სოფლიო პრაქტიკა პროტესტების მიმართულებით ამას ამბობს და შესაბამისად ერთშენიერ დღესაც მე დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება საქართველოში და საქართველოს ქალაქებში ერთშენიერ დღეს გამოიფიტება ბოლომდე ოცნება, გამოიფიტება მისი მხარდაჭერი რუსეთი, პუტინი და შესაბამისად ჩვენ შემდეგ მოგვეცემა საუკეთესო შესაძლებლობა რომ დაუბრუნდისებებო ოჯახს. დიდი მადლობა, ეს რომადოლა ბერძე იყო, ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ასეთი განწყობები დღეს ბათუმში, ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 291 საღამოს, დიახ, ამდენი დღის განმავლობაში მოქალაქეები დგანან ქუჩაში და პრაქტიკულად უწყლოდ რეჟიმში გამოხატავენ პროტესტს, მათ შორის ეს საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმში, ტრადიციულად აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები და დღესაც აქ იმართება ეს საპროტესტო აქცია. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ საღამოს, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.